ამერიკაში არსებობდა ერთი გასაიდუმლოებული პროგრამა სპეცსამსახურების მიერ შექმნილი, რომელსაც ერქვა MK Ultra, რომლის მიხედვითაც ამერიკული სპეცსამსახურები მიკრო დოზებს აძლევდნენ ადამიანებს ნარკოტიკი LSD-ს და ცდილობდნენ ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, მათი ცნობიერების გარეშე, რომ მათგან ამოიღოთ ყველაზე ფარული საიდუმლოებები. ცდილობდნენ, რომ ადამიანებისთვის ცნობიერება შეეცვალათ, ცდილობდნენ, რომ ადამიანები ექციათ საკუთარ რობოტებად, რომ მათ შეძლებოდათ ადამიანისთვის რაღაც ჩაებეჭდათ გონებაში და ეს ადამიანი წასულიყო და შეესრულებინა. იაპონიაში არსებობდნენ კამიკაძები, რომლებსაც მეთამფეტამინს ასმევდნენ, ან აყნოსინებდნენ, ან სხვა გზით აწვევდნენ და შემდეგ უშვებდნენ მისიებზე, რომლებიც მოიცავდა საკუთარ თავში იმას, რომ ტროტელით დატვირთულ თვითმფრინავს ჩამჯდარიყავი და დაჯახებოდი გემს და გაჯერებდნენ იმას, რომ შენ ამით სამშობლოს ეხმარებოდი. მე მგონია, რომ ქართული სპეცსამსახურებიც აკეთებენ იგივე საქმეს, რადგან სხვანაირად ვერ ავხსნი ЧЦД-ს პოდკასტის გამოსვლას. 19 სეზონი გადიოდა ეს სერიალი, ЧЦД. ჯერ ხალხი მინდა წარმოვიდგინოთ, რომლებმაც 19-ვე სეზონს უყურეს. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ლობოტომია დასრულდა და ადამიანებს ტვინის ოპერაციებს აღარ უკეთებენ, რადგან დამტკიცდა, რომ ლობოტომია უბრალოდ ადებილებს ადამიანებს და არ ინკურნება ეს აუტიზმი და დაუნის სინდრომი და არ არის საჭირო, რომ ადამიანებს თავის ქალები გაუხვრიტოთ და იქ ავთქვიფოთ რაღაცეები, უბრალოდ არ იკურნება. მაგრამ არა, აი ЧЦД-ს შემქმნელები ფიქრობენ, რომ იკურნება ეს ყველაფერი და მაინც ცდილობენ ან რაღაც ქართული ხალხისგან რობოტების გამოყვანას, ან სპეცაგენტების, რომლებიც წავლენ და შემდეგ ერაყს დაბომბავენ ან რამეს, რადგან სხვანაირად ნამდვილად ვერ ვხსნი იმას, თუ რატომ შეიქმნა ЧЦД Rewatch. მოდ გავიცნოთ, აბა რას წარმოადგენს ეს გადაცემა. პოდკასტი ЧЦД Rewatch, ყოველ ხუთშაბათს 22:00 კადრს მიღმა დარჩენილი საიდუმლოებები, მონატრებული სახეები და ისტორიები, რომლებიც დღემდე გვახსოვს. ვილაპარაკოთ მთელს ეპოქაზე ერთ სივრცეში. ადამიანები არსებობენ, რომლებმაც 19 სეზონს უყურეს და მაინც ფიქრობენ, რომ აი რაღაცა დამაკალდა. 19 სეზონს უყურე ყოველ სერიას, აი ყველა სერიაზე პირად ვიცი, მაგრამ აი რაღაც მაინც მაკლია რა. და აი ამ ადამიანებისთვის გამოჩნდა პოდკასტი ЧЦД-ს მსახიობების წაყვანით. მოდი გავიცნოთ წამყვანები. ნინო გაჩეჩილაძე, ანი ტყებუჩავა, მაკა ძაგანია, ქეთა ორბელაძე, გიორგი ბარბაქაძე. აი მე ვფიქრდები, რა უნდა მომიყვნენ ნინო გაჩეჩილაძემ, ანი ტყებუჩავამ, მაკა ძაგანიამ, ქეთა ორბელაძემ და გიორგი ბარბაქაძემ, რომ მოусმინო ამათ პოდკასტს. მაგრამ ხალხი უყურებს, აი დამერწმუნეთ, რომ ყველაზე პოპულარული პოდკასტი იქნება საქართველოში. და ეს არის სუსის წამოწყება, რომ ხალხს ციფრული ლობოტომია ჩაგიტაროთ, რადგან სხვა ახსნას ვერ ვუძებნი მე ამ ყველაფერს. გავმაზავ, რომ პირველ სერიაში იქნება რაზე საუბარი, იცით? პირველ სერიაში რომ მოხვედი, როგორ გრძნობდი თავს? ნებისმიერი ადამიანი აიღეთ, ნებისმიერი ადამიანი სვამს ამ კითხვას, ნებისმიერ ადამიანს ეკითხება. იგივეა. ეს რესპონდენტი პასუხობს. პირველ სერიაში რომ მოვედი, აი ძალიან დაბნეული ვიყავი. აი ყველა ისეთი სახეებით ისხედით, მე მგონა რომ ეს რა ბოროტი ხალხია თქო, მაგრამ მერე რომ შემოვედი ურთიერთობაში, ყველა რომ გაგიცანით, ძალიან მეგობრულები აღმოჩნდით. ეხლა კი ერთი ოჯახივით ვართ. აი დედას დავიფიცები, რომ ესეთი ისტორია იქნება. ასევე დედას დავიფიცები, რომ იქნება იმის შედარება,
რამდენად გავხარ შენ პერსონაჟს? აუ მე საერთოდ არ გავარ ჩემ პერსონაჟს. ხალხი ქუჩაში რომ მაჩერებს ხოლმე და ორ სიტყვას რომ მეუბნებიან, ყოველთვის მეუბნებიან იმას, რომ უიო, მე სხვანაირი მეგონეო სერიალიდან გამომდინარეო და თურმე რა სხვანაირი ყოფილხარო. არ იქნება აქ რეალური ისტორიები, აქ იქნება იგივე, რასაც სერიალში ხედავდით, რადგან ესეც დასპონსორებულია ერთი 10 კომპანიის მიერ. ესეც არის ჩვეულებრივი სერიალის გაგრძელება. ამ ადამიანებს თხოვენ, რომ გააგრძელონ თავიანთი პერსონაჟების თამაში, თავიანთი მეგობრულობით, თავიანთი სიყალბით და ყველაფრით. აქ არ იქნება ისეთი ისტორიები და მეც მართლა მზად ვიყავი მეყურებინა, რომ ყოფილიყო რეალური ისტორიები. აი მაგალითად რომ მოიყოლა, ახლა გამოდის, აი ვიცი ეს ნინა, ხო? ნინა გამოდის და ყვება, რომ გახსოვთ ხო ერთხელ დათო რომ მოვიდა, მაგარი მთვრალი რო იყო და ოპერატორები რო დაკბინა? დედა რო აგინა რეჟისორს და თქვენი სერიალის დედა მოუტყნო და მე ზაზას როლში მინდოდა ყოფნაო და ეს რას მათამაშებთო? გახსოვთ ეგ? ეგეთ ისტორიებს არ მოყვებიან. არა და ხო იყო უეჭველი, არა? ერთხელ გახსოვთ ხო ნუგზარას პერსონაჟი რო ყალბ კოკაინს იყნოსავდა და ჩვენ რო შეურიეთ ნამდვილი კოკაინი და მე რო გარბოდა და სასაფლაოზე რო წავიდა ბები ამისთან და ამოთხარა და ბებია ჩემი უნდა გადავასვენო სვანეთშიო რო იძახდა. ეგეთ ისტორიებს არ მოყვებიან. არა და ნაღდათ იყო. აი ეგეთი რაღაცები მოხდებოდა უეჭველი, რადგან ერთი 100 კაცი მუშაობს სერიალზე. აი 100 კაციდან ერთი გიჟი როგორ არ იქნებოდა მაინც. ჯეკომ რო პირველ ხელფასზე 200 ლარი აიღო და ბოზებში რო წავიდა, გახსოვთ? მეორე დღეს რომ მოვიდა და ბოზი რომ მოგვიყვანა, რომ აი ეს უნდა დავასაქმოთო, იმიტომ რომ მიყვარსო, ცოლად უნდა მოვიყვანო. მაგარი ისტორია. აი ეგ იქნებოდა გადაობა, აი ეგ იქნებოდა მოსასმენი, მაგრამ არ მოყვებიან ეგეთ ისტორიებს. რაო? ვაიმე, აუ ჯეკოს თურმე ხინკალი არ უყვარს და ამ დროს მოუწია 10 ძალი ხინკლის ჭამა ერთი სცენის გადაღებისთვის. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეს ბოლო 2 დღეა მხდება რაღაც ძაღლების ჩხუბი გორში. სანამ ჩავწეროთ Google-ში ძაღლების ჩხუბი გორში. აი ამ ვიდეოს აგდებს პირველს ალბათ ამაზე მიდის საუბარი. ძალიან ხშირია სამწუხაროდ ადამიანი იბნევა, ემოციას ყვება და არ იცის რა გააკეთოს. მე თაკოვარეს არ გვაჩვენ მონდენდოქში ვართ, დღეს მოგაწოდეთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და ერთადერთ ხერხს თუ როგორ გავაშვებინოთ ძაღლსპირი, თუ ის მეორე ძაღლს არის შეჭიდებული. ესეთი სიტუაციები არის ძალიან ხშირი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ძაღლები, რომლებიც არ არიან 100%-იანი შეჩვეული მასწავლი რიკოლზე წესით საბელდნენ არ უნდა აუშვათ. ძაღლები, რომლებიც არიან ებრძოლი ჯიშის ძაღლები, როგორც ანუ გორში აქვს ამ გოგოს ძაღლების სასწავლი სკოლა, საწვრთნელი და ამაზე მიდის ქართულ საზოგადოებაში 2 დღე საუბარი, ხო, როგორც ხვდები. და ამ გოგოს ვებრძვით, ამის ძაღლებმა დაგლიჯეს ვინმე, თუ? არიან თუნდაც როგორც არ გვარის, წესით საბელდნენ არ უნდა აუშვათ, რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის კულტურა მიღებული იმის, რომ დაუშვათ პატარა ძაღლები ძაღლებს არ უნდა დარბოდო, მოკლედ ნუ პარკებში ეს რაღაცა რა. ეს ნაკლებად ხდება ქუჩის ძაღლები. ხუმრობთ! გვიყვარს ამ გადაცემაში ხუმრობა. კომედი შოუ კი არ ვართ, აქ რეალური იუმორია. ასე რომ, კაი, მოკლედ, პოლიციელებმა სცემეს 2 ადამიანს. ამას მართლა შიქ ხო არა. ეს ისა ყავს ილია თოფურია ყავს. ლეხო არა ამართლა და მართლა. მიშას გლდანის ციხეში ნახვი. 6 კაცი ისედაც უჭირავს, კაცი და ეს მუხელს ურტყამს სახეში.
ეგრევე მიშას ციხეში. ზოგადად მე ადამიანების თემაზე და ხე კაცების ჭხუბზე არ წუხდები, სუსტი გული არ მაქვს, მეც არ გავზრდილ ვარ რაღაცა ბამბის ნაყინებში და ღრუბლებზე, მეც მიჭხუბია, მეც უცემი ვარ ბევრ ადამიანს. მაგრამ ეს მართლა შემაწუხებელი კადრებია. და ასე რომ მადლობა პოლიციას, რომლებმაც იმოქმედეს სწორად, ამათ არა თქმა უნდა ამ პოლიციას. და დააკავებენ და იმედია გაუშვებენ მაქსიმალურად დასჯიან, მაქსიმუმს მიუსჯიან და წავლენ ციხეში. იმიტომ რომ პოლიციელი როცა ხდები ადამიანი, იმას უკვე შეგუებული უნდა იყო, რომ ახსნა რაც გავიგე, ის იყო, რომ ძმაო, ემანაბა ქვა გამოიქნია და არ გვეცემა, ქვა გამოიქნია და რაღაცები. მე ციხეში მოუყვებით თქვენ თანამესაკნეებს და დაიხატეთ რაღაც ახალი ნაკოლკები და გამოთვალეთ პურისგან ისინი, რა ქვია, ჭადრაკის ფიგურები. ეს ადამიანები აბსოლუტურად გასაშვები არიან ციხეში მაქსიმალური დასჯით და მაქსიმალური სიმკაცრით. ეხლა კაი მოდი ის აუხსნათ, რომ ის ტიპი მგონია, რომ უბრალოდ მიდიოდა და ესე ყვავილები მიქონდა თავისი მეუღლისთვის და როგორი ბედნიერი ვარ და უბრალოდ თავს დაესხნენ პოლიციელები. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა პოლიციელი ხდები, უნდა გაიაზრო, რომ დიახ, ვიღაც შეგაგინებს, დიახ, ვიღაც შენკენ გამოიწევა, მაგრამ ყველაფერზე გაქვს შენ უპირატესი ძალა, რაც გულისხმობს დაკავებას და არა იმას, რომ შენ დედამ მოუწყნა ქვებზე მით უმეტეს და მე რაღაც ტყეში გაათრიეს, ხო? იმიტომ რომ ჯერ ხო ქვებზე ურტყამდნენ და მე გაათრიეს ბალახებში ურტყამდნენ. უბრალოდ რაც შეეხება ეხა ამას რაღაც პროტესტებს და რამეებს. ეს უკვე სასაცილოა. ეს მართლა სასაცილოა. ხო, ეს აქციები უკვე რა თქმა უნდა სისულელეა, სასაცილოა, რადგან ოპოზიცია ცდილობს, რომ შსს მინისტრი გაუშვით, კაცო, გორში ვიღაც 10 კაცი გაგიჟდა, 10 გიჟი პოლიციელი იყო და შსს მინისტრი უნდა წავიდეს. არა, არ უნდა წავიდეს. უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, თუ პირველი შემთხვევა, თუ მეორე შემთხვევა, ეს სამხარეო მინისტრიც უნდა დაისაჯოს და ჩაუ კაკაო, ციხე ეგრევე რაც შეიძლება მაქსიმალური, იმიტომ რომ თუ ადამიანმა იცის, რომ შენი თანამშრომლები ამას აკეთებენ, ადამიანებს აწამებენ, მოდი წადი ძმაო ციხეში რა 30 წელი ჩაჯექი და 30 წლის მერე გამოდი კეთილი ადამიანი და მე რა ვიცი დაგასაქმებთ სადმე ან ფოსტაში ან გლოვოში ან რაღაცაში დაგასაქმებთ რა. იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ნახოთ არ უნდა მუშაობდნენ და ესეთი ადამიანები უფუჭებენ სახელს აბსოლუტურად ყველას. ესეთი ადამიანები უფუჭებენ სახელს კობახიძესაც, ესეთი ადამიანები უფუჭებენ სახელს ბიძინასაც, მინისტრსაც, მოადგილესაც, აბსოლუტურად ყველას. ხალხი უყურებს და მე აგე ეს აქცია. Pro აქცია არის ვის წინააღმდეგ? იმ პოლიციელების წინააღმდეგ? არა, ისინი უკვე დაიჭირეს. 6 კაცი უკვე დაჭერილია. მაგრამ აქციები მიმდინარეობს, რომ მე მინდა რომ შსს მინისტრიც გადადგეს. ასე რომ თვითონ შსს მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ ესენი დაისაჯონ მაქსიმალურად. და არანაირი დაცვა და ის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეთი კრეტინები არ უნდა მუშაობდნენ, ბიჭო რა, თუ შენ არ შეგიძლია თავის ხელში აყვანა, რომ მოტოკო რა ნერვები რომ კაი ვიღაცა მე არც ვიცი რა მოხდა ახსნა ის არის რომ ქვა გამომიქანაო მე ქვა გამოგიქანა რა უნდა ქნა ამ დროს დააკავო всё წაიყვან და სასამართლომ გადაწყვიტოს რომ ქვა გამოუქანა პატრულის თანამშრომლებს ხო ან პოლიციის თანამშრომლებს არა ამათ გადაწყვიტეს რომ მოდი ვურტყოთ ძმო მოდი დაუჩეჩქოთ ნახვი ციხეში რა
არანაირი შეცოდება, არანაირი ის, იმიტომ რომ ესენი გიფუჭებენ სახელს, რო იცოდეთ თქვენ რა და თუ ვინმე ეხა მინისტრი ან მაღლა მდგომი გადაწყვეტთ, რომ მოდი ამას ხელი დავაფაროთო, თქვენ საქმეს იფუჭებთ და თქვენ გაიფუჭებთ საქმეს. იმენა ტიპმა გამოიჩინა რაღაც მერაბ დვალიშვილის შემძლეობა, რომ ესე აზის ტიპს და ესე უთხოვს. იქიდან საჯი აშველებს რომ გაჩერდი და ამის შემდეგ მე უნდა ავუხსნა 15 წლის ბავშვს რომ იცი რა, შენ თუ კამათი მოგივა, იცი რა, პოლიციაში დარეკე და პოლიციელები კარგი ადამიანები არიან და ისინი მოაგვარებენ საქმეს. როგორ უნდა დამიჯეროს ადამიანმა? ან ვის უნდა დაუჯეროს ადამიანმა? ამითი ითესება ზუსტად ზიზღი პოლიციელების მიმართ. ამიტომ არის რომ ბოლოზარებზე ბავშვები იხატავენ ზვიოს დაჭკებს, ბავშვები იწერენ რომ ხუი პოლიციისკიმ და ხუი პროკურორამ და ჟიზნვარამ, ამ ვიდეოების გამო იწერენ ბავშვები მაგებს ბოლოზარზე. ბოლოზარის ვიდეოებს გადახედეთ. ყოველ მეორე ბიჭს რომ აწერია ხუი პროკურორამ და ხუი მუსარამ და რამე, ამ ხალხის ბრალია. ეს რა არის ბიჭო?